ივანიშვილის დაბადების დღე ლისოკილაძის დაკავებით დაიწყო ბაჩიაშვილის მოულოდნელი გათავისუფლებით გაგრძელდა და ყოფილი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ქვეყნიდან წასვლით სრულდება. ეს ყველაფერი კი ივანიშვილისადმი ოცნების წევრების მისალოცი გზავნილების პარალელურად მიმდინარეობდა. ბაჩიაშვილმა, რომელსაც ივანიშვილი $39 მილიონ მეტის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა, ბრალი აღიარა და ზიანი აანაზღაურა. მას პირობითი მსჯავრი და 50,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ლევან დავითაშვილი კი ქვეყანაში აღარ იმყოფება. მდინარე ძის უწყებაში გამოკითხვის შემდეგ ყოფილი მინისტრი ახლა უცხოეთიდან ირწმუნება, რომ საქართველოს საქმიანი ვიზიტით დატოვა და ქვეყანაში კვირის ბოლოს დაბრუნდება. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ძმები კაკულიები კი ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ეს მედიის მოგონილი ვერსიაა. ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც უკრაინის ომის კონტექსტში რუსეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში დააყენებენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის მოთხოვნასაც ითვალისწინებს. დოკუმენტი კაია კალასმა გაავრცელა. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში ამერიკული მხარე ჩაერთვება. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.